სიკეთე თუ შურისძიება. რეგიონული ჩემპიონატის ბეისბოლის თამაშისას ესაიას თავში მოხვდა მტყორცნელის მიერ უხეშად ნასროლი ბურთი. ესაია მთელი ძალით დაენარცხა მიწაზე, თუმცა საბედნიეროდ ჩაფხუტმა გადაარჩინა სერიოზულ ტრავმას. თამაში რომ განახლდა, ესაიამ შენიშნა, რომ მტყორცნელი შეცბუნებული და ძალიან დამწუხრებული იყო ამ უნებლიე შეცდომის გამო. და ესაიამ გააკეთა ის, რასაც არავინ ელოდა, მივიდა და ჩაეხუტა, რითაც აგრძნობინა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამ კადრების სამსახველმა ვიდეომ ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა. სიტუაციაში, რომელიც შეიძლება მუშტიკრივით დასრულებულიყო, ესაიამ სიკეთის გამოჩენა არჩია. ძველი აღთქმის კითხვისას ვხედავთ, რომ ესავმაც მსგავსი, თუმცა გაცილებით უფრო რთული გადაწყვეტილება მიიღო, როცა მატყუარა ძმას, იაკობს, აპატია და უარი თქვა შურისძიებაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ნატრობდა. გადასახლებაში 20 წლის განმავლობაში მყოფი იაკობი ძმასთან შესახვედრად რომ ბრუნდებოდა, ესავმა სიკეთისა და პატიების გამოჩენა არჩია ნაცვლად შურისძიებისა. იაკობის დანახვისას ესავი გამოიქცა მის შესახვედრად და გადაეხვია მას. ესავმა მიიღო იაკობის მობოდიშება და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. როცა ვინმე სინანულს გამოხატავს ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი არასწორი საქციელის გამო, გვაქვს არჩევანი: სიკეთე ან შურისძიება. სიკეთის არჩევა ნიშნავს უფალ იესოს მაგალითის მიხედვით მოქცევას. სიკეთის გამოჩენა შერიგებისკენ მიმავალი გზაა.